დღეს ვერ მოვიცალე ვიდეო ბლოგისათვის ფაქტია და ეს პრაქტიკულად პირველი, არა მეორე ვიდეო ბლოგია, პირველი ფლიდნი ამ სახელწოდებით. დაიდო დღის 11 საათზე. დილის 11 საათზე. მაგრამ შეუძლებელია არ გამოვეხმაურო მიუხედავად მოუცვლელობისა. შეუძლებელია არ გამოვეხმაუროთ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის, უფრო მამუკა ხაზარაძის, მოდი ასე ვიტყვი. უდასტურებ პროპატივისებას ბადრის რასაკვირველია გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, რომ ლელო ძლიერი საქართველოს შედის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. ეს ჩემი აზრით ფუნდამენტურად არასწორი გადაწყვეტილებაა. ოღონდ მე ახლა არგუმენტებს აღარ ჩამოვყრი, აღარ დავახვედრებ უკლებრივ ყველას, ვინც მაინც ფიქრობს, რომ ლელო უნდა შესულიყო, ძლიერი საქართველო უნდა შესულიყო, ზოგადად ოპოზიცია უნდა შესულიყო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პროცესში. არ ვიტყვი, როგორ გააყალბებს მიზინა ივანიშვილი, რომ აღმოფხვრილი არ არის, გაყალბების მექანიზმები, რომ მიზინა ივანიშვილი არა და არასდიდებით არ დათმობს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამაზე კვლავ ვიმეორებ, არაფერს ვიტყვი, იმიტომ რომ კვალიფიციურმა პირებმა ჩემი აზრით ამ ხნის განმავლობაში, რაც ამ თემაზე დებატები მიმდინარეობს, არა ერთხელ, არა ორჯერ, არა სამჯერ, არა 20ჯერ, არა 30ჯერ, არა 60ჯერ, არამედ 580ჯერ, 1.300.000-ჯერო, ასე რომ ამბობენ, დაუსაბუთეს, თქვეს, მოიშველიეს არგუმენტები, რომლებიც ჩემი აზრით ძალიან საფუძვლიანი, ძალიან ჭახე და ძალიან კვეთრი და ძალიან ესეთი მძიმე არგუმენტები იყო. მაგრამ რაღა გაეწყობა მამუკამ და ბადრიმ და შესაძლოა სხვებმაც მიიღეს გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ შესულიყვეთ ამ საარჩევნო პროცესში. ახლა სხვა რამეზე ვისაუბრებ. ორ რამეზე. 4 ოქტომბერს თუ დამთავრდება არჩევნები და ძლიერი საქართველო ვერცერთ 65-დან ვერცერთ რაიონს რომ ვერ მოიგებს, არათუ მერებს, სადაც მერის არჩევნები, არამედ საკრებულოებშიც რომ გაიყვანს ცოტა ხალხს, მერე უკვე ჩანს დაიწყება ამგვარი პროცესი. ძლიერი საქართველო თითს გაიშვერს ოპოზიციის დარჩენილი ნაწილისაგან და იტყვის, თქვენ რომ ყოფილიყავით ჩემს გვერდით, ვინიცის მოვიგებდით თბილის წალენჯიხას, კვლავ ზესტაფონს, ხაშურს, დედოფლის წყაროს, ახალციხეს, მესტიას თუ იმ რეგიონებს და რაიონებს, სადაც შევა, მე არ ვიცი ბოლომდე ყველას შედის თუ არა, საქართველოს კონკურენციაში მმართველ ქართულ ბანდიტოცნებასთან, მაგრამ მოკლედ სადაც იქნება წარმოდგენილი, იქ კი მოვიგებდიო. ჩვენ ცხადი ამის გამო უნდა გავაკრიტიკოთ ლელო ძლიერი საქართველო და უნდა უთხრათ, რომ არავითარ შემთხვევაში ეს ჩვენი ბრალი არ არის, არამედ სწორედაც რომ შენი ბრალია, მამუკა და ბადრი თქვენი ბრალია, იმიტომ რომ თქვენ ხო გეუბნებოდით, რომ არჩევნებში შესვლა არ შეიძლებაო. მაგრამ ეს არ არის ერთადერთი პრობლემა, ეს არის მეორე პრობლემა, ან ორიდან ერთ-ერთი პრობლემა. მეორე პრობლემა არის ის, რომ თუ პირველი პრობლემა არის ის, რომ ბოიკოტისტებიც როგორც ჩანს, აპირებენ ან ასე იზამენ, რომ მამუკა ხაზარაძე ბადრი ჯაფარიძეს მოდის ვიხდი ამ სიტყვისთვის გამოუყონენ, ხო გეუბნებოდით, რომ არჩევნებში შესვლა არ შეიძლებაო, არ შეიძლებოდაო, ეთქვიან 8 იმ პარტიის წარმომადგენლები, რომლებმაც უკვე დააფიქსირეს პოზიციებასთან დაკავშირებით, რომ არ შედიან ამ ორთაბრძოლაში, უთანასწოროში, რასაკვირველია, ქართულ ოცნებასთან. აი, არც არ მაშინებს მე საბოლოო ჯამში ეგეთები გადაგვილახავს, მაგრამ მე ვისურვებდი, რომ 5 თუ 6 ოქტომბრიდან, როდესაც ცვლილებები ჩაცხრება და ყველაფერი ეწოდინება, ეს ურთიერთგადაბრალება არ იყოს. ანუ მამუკა ბადრი სხვებს და სხვებმა მამუკა ბადრის არ დააბრალონ ამ პროცესში ამ ეტაპზე მარცხი, მეთქი ასე უნდა ვთქვა. მე საერთოდაც მგონია, რომ ადგილობრივ არჩევნებში შეხვალ თუ არ შეხვალ, არავით არის განსხვავება, არავით არის მნიშვნელობა ამას არ აქვს, თუ შენ არ გაქვს გეგმა როგორც ასეთი. დღეს საღამოს 11-ის ნახევარზე არის ჩემი საავტორო გადაცემა კონტექსტი ფორმულაზე და მიზეზთა გამო, არ ვიტყვი არა აქვს ხალხს პრინციპული მნიშვნელობა, მიზეზთა გამო ეს გადაცემა იქნება მოკლე.
ანუ მე ხო ტრადიციულად მაქვს ხოლმე ნახევარ საათიანი 40 წუთიანი ედიტორიალები შესავალი ნაწილი ჩემი მოსაზრებებს გაცნო და ასე შემდეგ. არა. დღეს იქნება არაუმეტეს შესავალი ნაწილი 15 წუთიანი და ინტერვიუს ნაწილი 45-50 წუთიანი, კაი 1 საათიანი მაქსიმუმ. რომელიც მოკლე იქნება გადაცემა. აი ამ შესავალ ნაწილში სწორედ ამაზეც ვილაპარაკებ. ვილაპარაკებ იმაზე, რომ ურთიერთდაბრალება, ურთიერთმანეთის გადაბრალება უკვე შემდგომ არ შეიძლება ხალხო, იმიტომ რომ ჩვენ ვართ უთანასწორო ბრძოლაში და კი მამუკა ჩემი აზრითაც უშვებს შეცდომას, ბადრი მამუკა უშვებენ შეცდომას, მაგრამ ეს არ უნდა იყოს განხეთქილების და ენის გამოყოფის და ერთმანეთის კილიკის და ერთმანეთის დაჩაგვრის ბულინგის საფუძველთა საფუძველი გავიგე, რომ ერთ შემთხვევაში ის ჯგუფია მართალი, რომელიც ბოიკოტის მომხრეა, მაგრამ ასე გასაწირი მამუკა ბადრი შემცდარები კვლავ ვიმეორებ, ჩემი აზრით არ არის. ისევე როგორც ბადრი მამუკას არ ეპატიებათ, ასე ვიტყვი, ან არ უნდა იკადრონ, რომ გამოიშვირონ თითი ბოიკოტისტებისაკენ და უთხრან, რომ ოპა, თქვენ რო შემოსულიყავით, აგე მე გავხდებოდი დედაქალაქის მერი. აქ მე ვიტყვი, რომ დედაქალაქის მერი ბარემ ვიტყვი, ყველას გასაგონად, რომ დედაქალაქის მერი მამუკა ხაზრაძე ვერ გახდებოდა, ან ვერ გახდებ 4 ოქტომბრის არჩევნებში, 4-5 ოქტომბრის არის, 4-ში თუ არ ვცდები, იმიტომ რომ ის პატიმარია. და ერთი საინტერესო ამბავი, ამაზე მე კონტექსტშიც ოღონდ მოკლედ ვიტყვი, იმიტომ რომ მიზეზთა გამო ეს გადაცემა მოკლე იქნება, მეთქი აქ გითხარით. და უნდა მომიტევოთ უკვე შემდგომი კონტექსტი იქნება ტრადიციულად ვრცელი და შემდგომი კიდევ უფრო ვრცელი და რა ვისწრებოთ 6 საათი არ გამოვალ ეთერიდან შემიძლია. მაგრამ ეხა დღევანდელი იქნება შესავალი 15 წუთიანი ედიტორიალსაც ვერ დავარქმევ და ამ 15 წუთიან ვიდეოში მე ერთ არაინფორმაციას, არამედ ეჭვს კი გაგანტობთ და ეს ეჭვი არის ასეთი. ახლაც გეტყვით. ეს ეჭვი არის მეგობრებო ასეთი, ამგვარი. მიხეილ ყაველაშვილმა ბანდიტი როა, ხო იცით? ქართული ოცნების ერთი რიგითი ბანდიტი. რიგითი პრეზიდენტად რომ ამუშავებენ ის ბანდიტი. მიხეილ ყაველაშვილმა რასაკვირველია ბიზინა ივანიშვილის მოთხოვნით, თუ საერთოდ ბიზინა ივანიშვილს არ აქვს ეს ტექსტი დაწერილი, გამოაცხო უსტარი. გადავიდა უსტართ წერალი გახდა მიხეილ ყაველაშვილი. ხო და უსტარში ყაველაშვილის უსტარი, ასე შეგვიძლია დავარქვათ. ჯამში არ დაუწერია მას საწყალს. ამდენი სიტყვა. ეხლა ორი აბზაცი გაგვაცნო და გაგვიზიარა და მიხეილ ყაველაშვილი წერს შემდეგ რამეს. ესენი ხო ბანდიტები არიან და ეხლა მე დაგიდასტურებს რომ ბანდიტები არიან. თუ მამუკა არა, უბრალოდ თუ ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც საპატიმროში არიან, თხოვენ შეწყალებას და იმავდროულად თუ დაადასტურებენ რომ მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, აი მაშინ კი შევიწყალებო. საერთოდ თუ ადამიანის სისხლის სამართლის დამნაშავეა და ამ შემთხვევაში სისხლის სამართლის დამნაშავე ჭყალებში ასე და გამოდის 8-ვე ოპოზიციონერი ოქროშვილიდან დაწყებული კივით არგამაზით დასრულებული, არ შეიძლება სისხლის სამართლის დამნაშავე სწაუყენო პოლიტიკური პირობა. ანუ შენთონვე აღიარო რომ ის არის ტუსაღი ტყვე და პოლიტიკური პირობის დაკმაყოფილებისა და გამო გაანთავისუფლო ის საპატიმროდან. ბიზინა ივანიშვილი, რომელიც რეალურად ავტორია და ოდნავ მეტი აქვს დაწერილი და ოდნავ მეტი წაკითხულიც მიხეილ ყაველაშვილზე ამ უკანასკნელ შეეჭმება სიმართლე გითხრათ. ამით რეალურად აჩვენებს რამდენიმე რამეს. პირველი, ამჩვენებს იმას, რომ ის ადამიანებად ართვლის სულ არის გასასრისი, გასაჭხელეთი, ჭიანჭველა, ტარაკანი, ბიზინა ივანიშვილისთვის. რომლესაც ღირსება არ გააჩნია, ტარაკანს ღირსება არ გააჩნია. როდესაც არ ვიცი, მაგრამ არა ვიცი. ტარაკანს ღირსება არ გააჩნია და მისთვის მამუკაც თუ გივით არ გამაძეს, ოქრუაშვილიც თუ ნიკაბელიაც არიან, ბოდიში მათთან ცხადია ტარაკანები. ტარაკანები კი არა, ტარაკანები. ბიზინა ივანიშვილი, რასაც უკეთებს ცხებს დინარაძეს იქნება თუ ყობახიძეს, რასაც მათგან ითხოვს, სუსტად ამგვარივე პირობას უყენებს ოპოზიციის წარმომადგენლებს და ვერაფრით ვერ გაუგია, რატომ ურტყავენ ისინი კედელს თავს ბრახ. რატომ აცკდებიან ანუ კედელს და ვერაფრით ვერ გაუგია ბიზინა ივანიშვილს, რომ სულ შენ ტარაკანი ხარ, მისთვის ყველა ტარაკანი ვარ და მარტო პატიმრები კი არა. ხო, თუ შენ ტარაკანი ხარ, რატომ არ გინდა
ბიზინა ივანიშვილის ეური გაგებით არა განიხარ, რატომ არ გინდა რომ გახდე უფრო განვითარებული სულიერი არსება, ის გახდე ასე მაგალითად რაღაც დეპტილიან ცხოველი. რატო არ გინდა? ცხოველად გაგხდიო, მაგრამ ბიზინა ივანიშვილი კიდევ დამატებით იმიტომ არის ზაკლარი კაცი, რომ როგორც კი შეწყალების თხოვნაზე მოვაწყერს ხელს რომელიმე მათგანი, ოქრუაშვილიდან დაწყებული გივით არგაბაძით დამთავრებული, როგორც კი მოვაწყერს ხისიერად ბიზინა ივანიშვილი მათ გათელავს და გადათელავს. ხაშურის გივით არგაბაძის და ირაკლი ოქრუაშვილის სწორედ ამორს ეს შეწყალება, ეს თხოვნა, ყავედაშვილის ეს შეთავაზება არც ეხებათ, არც ერთი მათგანი არ არის რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის წარმომადგენელი, ანუ მათ არ ეხებათ არანაირად. ბიზინა ივანიშვილი თელავს ადამიანებს, ანადგურებს ადამიანებს. ეს ყველაფერი ეს ბოლო მონოლოგი კი დავიწყე, განვაგრძე თუ დავიწყე იმისადა გამო, რომ დაგიდასტუროთ, რომ ბიზინა ივანიშვილი არაფრის დამთმობი არ არის, მაგრამ აქ არის ერთი მაგრამ, რომელზეც მე ვიფიქრია და არა მხოლოდ ვიფიქრია, კონტექსტში მე გავამახვილებ ამაზე ყურადღებას, ესე მცირედით, ოდნავ, იოტისოდენად. ნახეთ, რას ვიტყვი კონტექსტში და რას ვამბობ ახლა. ვაიდა იმის გამო, რომ სწორედ მამუკა ბადრიმ და მათმა ძლიერმა საქართველომ დაადასტურეს არჩევნებში მონაწილეობა, გამოთქვეს სურვილი კი არა, პეჩატი დაასვეს. ვაიდა ამის გამო მიხეილ ყაველაშვილმა ახლა ისინი შეიწყალოს, ანუ მორალურად დაანადგუროს. ბიზნეს ამოცანაა, რომ არა მარტო ფიზიკურად, ან ფიზიკურად შეიძლება სულაც არა, არამედ მორალურად შესპოს და მოსპოს ოპონენტები. გააკარწყლოს ისინი, განულოს ისინი, გადათელოს ისინი და მერე გაუშვეს. არ დავასახელებ. ერთ ისტორიას მოგიყვებით. არ დავასახელებ შეგნებულად. ძალიან ბევრი საყვედურობს, რომ რატომ არ ასახელებ ამ ადამიანებს და არსებობს ინფორმაციები, რომლებიც საჯარო არ შეიძლება, არა. არსებობენ პირები, რომლებზეც ინფორმაციის გავრცელება არ შეიძლება, იმიტომ რომ მათ რეპუტაციას ლახავს, მე არავითარ შემთხვევაში არ შევლახავ იმ ადამიანების რეპუტაციას, არასოდეს ვისი რეპუტაციაც შესალახი არ არის. ზარქუაზე ხო არ ვლაპარაკობ, ზარქუაზე ნებისმიერ ამ ზადასტურებული იქნება, რასაც გავიგებ, ბუნებრივია დავასახელებ, მაგრამ პატივსაცემი ადამიანების დასახელება კი არ შეიძლება ხანდახან მაინც. მით უფრო თუ მათგან არ აქვს ნებართვა. მოკლედ, ბიზინა ივანიშვილს ყავდა ერთი ახლობელი, გეტყვი დღიად, რომელიც ძალიან ახლობელი იყო. ისეთი ახლობელი კი არა, ახლა რომ დაძრწიან მის კარბი დამოში, არა. ბევრად დიდი ახლობელი იყო, ეს იყო ახლობელი, რომელიც მის ოჯახთან ერთად სადილობდა. ყოველ დღე სადილობდა. ბავშვები ერთად იზრდება 20 წლის წინანდელ, შეიძლება მეტი წლის წინანდელ ამბავს ვიხსენებ დადასტურებულს. პროფესიონალი ადამიანია, გენდერსაც არ ვიტყვი, ქალია თუ კაცია არ ვიტყვი. პროფესიონალია თავის სფეროში. რომელიღაც ეტაპზე ბიზინამ სთხოვა მას რაღაც საქმის გაკეთება. ამ ადამიანმა მოქალაქემ უთხრა როგორც აოჯახის ახლობელს, რომ პრობლემა არ არის, მჭირდება რამდენიმე თვე ამ მაკეტის, ამ პროექტის შედგენაშიო. მართლაც რამდენიმე თვეში ადამიანი, რომელიც ცხოვრობდა პრაქტიკულად ბიზინა ივანიშვილთან, დაუბრუნდა ბიზინა ივანიშვილს და უთხრა, რომ აი ჩემი მაკეტიო, აი ჩემი პროექტიო. ბიზინამ მოიწონა ეს პროექტი და ბიზინამ მოიწონა თუ არა ამ ადამიანს უთხრა შემდეგი, მოუტრიალდა ამ ადამიანს და უთხრა შემდეგი რამ. მე რომ არ ვიყო, შენ და დავარქვათ ამ ადამიანს პირობითი ზაქრო. შენ ზაქრო იქნებოდი 0. არ გაჩერდა ოღონდ, ერთხელ უთხრა, ორჯერ უთხრა, მე ამგვარი პრაქტიკა ბიზინა ივანიშვილთან ურთიერთობისა მე უშუალოდ მაქვს. მე მოყოლილი მაქვს, როგორ არ გაჩერდა ის, როცა მეკითხებოდა ოკუპაცია იყო 14ჯერ მკითხა, მოუტრიალებ 8ჯერ. ამ ადამიანსაც მოუტრიალდა 5ჯერ და უთხრა შემდეგი რამ, რომ შენ რომ არ იყო, ძვირფასო შაქრო დავარქვით, ხო? თუ ზაქრო, ხო? ზაქრო. შენ კი არა, მე რომ არ ვიყო, შენ იქნებოდი 0. პირველად მოისმინა ზაქრომ, მეორედ მოისმინა ზაქრომ, მესამედ მოისმინა ზაქრომ და მეხუთედ უკვე ვეღარ მოისმინა, მოტრიალდა და მშრალად წავიდა პროექტი თუ მაკეტი, წაიღო ან არ წაიღო, არ ვიცი. გამოხდა ხანი, წლები,
ზაქრო ცხოვრობდა უცხოეთში. ისინი ერთმანეთს აღარ ელაპარაკებოდნენ ამ წლების განმავლობაში. წლების შემდეგ ბიზინამ აიღო ყურმილი და დაუკავშირდა ზაქროს. პირობით ზაქროს კვლავ ვიმეორებ არ ვამხელ რა სახელს და გვარს აქ მნიშვნელობა იმას ხო არა აქ რა სახელი და გვარი აქვს იმ ადამიანს მე ნამდვილ ისტორიას გიყვებით და რომ გითხრათ რომ ზაქრო კი არა შაქრო ქვია მეთქიან დავითიან მაყვალა მეთქი რას შეცვლის თქვენთვის არ არის უცნობი არ არის ცნობილი ადამიანი უცნობი ადამიანი დაუკავშირდა ბიზინა ივანიშვილი ზაქრომ აიღო ტელეფონი ზაქრომ უპასუხა ცხადია კულტურული ადამიანია კულტურული მოქალაქეა ბიზინა მოუბოდიშა იმ დღევანდელიო იმ ჟამინდელიო იმ წლევანდელიო მაშინდელი ამბავიო ცოტაო უხეშად მომივიდა განაარა ჩემო ზაქრო უთხრა ბიზინა სწორია მობოდიშებაც კი სწორია ზაქრომ უპასუხა რომ ვიღებულია ბოდიში მაგრამ ის ძველი ურთიერთობა ჩემო კარგო ბიზინა ვერ აღდგებაო და აქ დამშვიდობებოდნენ ერთმანეთს ზაქრო და ბიზინა და ზაქრო როცა ბიზინა მიახალა და უთხრა შემდეგი რამ ხო მაგრამ ჩემო ზაქრო რაც მაშინ გითხარი ეს ყველაფერი სიმართლეა უჩემოდ 0 ხარ გაშრა ზაქრო დაგიდა ყურმილი და მას შემდეგ მათ ურთიერთობა არ ქონიათ ეხლა ამ ისტორიას თუ მოვაცილებთ ამ მოგონილ სახელ ზაქროს მე ვიცი მინიმუმ 5 პირი საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლებაში და ხელისუფლებასთან რომლებმაც ეს ისტორია ჩემზე უკეთიცი ეს ნამდვილი ისტორია ჩემზე უკეთიცია ნუ დამირეკავთ ძალიან თხოვთ და ნუ მკითხავთ მე საიდან ვიცი ან ნუ მკითხავთ იმას ნუ მთხოვთ იმას რომ მე ამ ზაქროს სკვარსახელი მოგონილი სახელი არ გითხარით ზაქრო გაგიბხინოთ არა არ ვიზამ ამას მამუკა ხაზარაძესთან რა კავშირშია ეს ყველაფერი იმ კავშირშია რომ ასე განულება უნდა ბიზინა ივანიშვილს უკლებლი ყველასი და ყაველაშვილს ვინიცის და იქნება შეაწყალებინოს კიდეც მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე რომ გასპლიტოს გაჩეხოს ერთმანეთს დააშოროს საბოლოოდ გადაკიდოს ოპოზიცია და ხოშტარიამ თქვას ერთი ჯაფარიძეზე ჯაფარიძემ თქვას მეორე ხოშტარიაზე ზურა ჯაფარიძე გამოვიდეს აბაშობაში ციხიდან გააკეთოს განცხადება თქვას ბადრიზე რამე მამუკაზე თქვას გვარა და ასე შემდეგ ხო თუ ყაველაშვილმა შეიწყალა როგორც არჩევნებში მონაწილეები მაშინ დაშვება ბადრი და მამუკა არ გამოდიან როგორ არ გამოდიან აბა რა სიზავენ მაგრამ კარგით მე იმ აზრზე ვარ რომ ჩვენ ვიბზვის მონსტრი და ამ მონსტრთან ჭიდილში ჩვენ შეიძლება ბევრი შეცდომა დავუშვათ ამიტომ აი აქვე ვამბობ რომ მე არ ვეთანხმებოდი და არ ვეთანხმები ბადრი მამუკას გადაწყვეტილებას ადგილობრივი არჩევნების მონაწილეობის დაობაზე. ყაველაშვილმა რომ შეიწყალოს და დავა მე რა თქმა უნდა ამბები რომ აგე მამუკამ ჩააწყო, აგე ბადრი მოაწყო, აგე გარიგება იყო, აგე სულ არ შეუწყოს ხელი ამას სამთავრობო პროპაგანდამ ეს ამბები მაინც წავა, ანუ მაინც ამას დააბრალებენ. აი ამაზე თუ უფიქრიათ არ ვიცი ხო ბადრი მამუკას. მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, აი ახლა მე ღიად ვამბობ მიუხედავად იმისა, რომ მე არ ვეთანხმებოდი და მკვეთრი კრიტიკოსი ვარ ადგილობრივი სიბრტყეების არჩევნებში ბადრი მამუკას მონაწილეობა ამ პარტიის მონაწილეობისა, მე აქვე ვამბობ, რომ მე ვამთავრებ კრიტიკას მათ კრიტიკას. იმ შემთხვევაშიც კი თუ ყაველაშვილი და უბრალოდ ივანიშვილი ამ ზაკორულ კომბინაციას დაულაგებს და შეიწყალებს ორივეს. თუ შეიწყალებს ბადრი მამუკას თუ ასეთი იქნება ბადრი მამუკამ უნდა თქვან შემდეგი ჩემი აზრით. ჩვენ არ გამოვდივართ საპატიმროდან. ციხის კარი ღია, მაგრამ არ გამოვდივართ საპატიმროდან სანამ ეხლა დავასახელებ. სურა ჯაფარიძე, ნიკა მელია, ნიკა გვარამია, გიორგი ვაშაძე, ირაკლი ოქრუაშვილი და გივით არგამაძე. ეს 6-ეული არ იქნება გარეთ. ასევე ჩვენ არ გამოვდივართ საპატიმროდან მანამ ეს უნდა თქვან, ეხლა ძალით რო გამოიტანენ ამ 2 მეტრიან 2 მეტრიან და 2 მეტრიან, 2 მეტრიან და 3 მეტრიან. პოლიტიკოსებს ეს გასაგებია, არა, ფუძ გასაგები შეიძლება სულაც არ არის, მაგრამ არ ვიცი, არ უნდა ადგნენ იმ ნარიქვია, ხო, იმ საწოლიდან, რომელიც მათ საკანშია. კარს რო გაუღებენ, მაშინ საკანის კარი რა საოცარი ისტორია, რა ქვეყანა ვართ, ბიჭო.
ჩემი აზრით, ისევე როგორც არ უნდა მიიღოთ მონაწილეობა და ვურჩევდი მე მათ, ახლა ვურჩევ რომ თუ ეს მოხდა, არ გამოხვიდეთ საბატიმროდან. ყოველ შემთხვევაში სულ მინიმუმ თქვით რომ არ გამოდიხართ საბატიმროდან. გავგებარია? იმედი მაქვს გასაგებია. მე ვწყვეთ თქვენ კრიტიკას, მაგრამ აი ამას ბოლოს კი ამას გეთყვით. ამას ვიტყვი თქვენს შესახებ, თქვენს თაობაზე, თქვენთვის. სანამ არ გამოვლენ, ასევე არ გამოვლენ ზია და ზვიადი და ის 55 დაახლოებით პოლიტპატიმარი, სინდის პატიმარი ახალგაზრდები. არ გამოვდივართ. არა, ძალით თუ გამოიყვანე, ეს სიტყვა ნათქვამი მაინც იქნება. აბა ესე გამოხვიდე ისე მაშინ, როდესაც ზურა ჯაფარიძე სუსტად ისეთივე ბრჭყალებში დამნაშავე, როგორც შენ ახარ, იყოს საპატიმროში, აპატიეთ, მე კი არ გაკრიტიკებთ. 10 ჯერ 15 ჯერ 27 ჯერ შევიკავე თავი, არ დავებსგავსე ერთს, არ დავებსგავსე მეორეს და ასე, მაგრამ 57-ზე მეც გაგაკრიტიკებთ ხალხო, იმიტომ რომ ბიზნეს დამარცხებისთვის სტრატეგია აუცილებელი და არა საბატიმროში ყოფნა ან არ ყოფნა, უბრალოდ საბატიმროში ყოფნა ერთ-ერთია გაგიკვირდებათ და ერთ-ერთი მეთოდია ბიზნა ივანიშვილის დამარცხებისა. უნდა მოვწიო რა. ნახოთ.